კითხვის თავგადასავალში ალბათ ყველაზე უფრო საინტერესოა მე-19-20 საუკუნის დასაწყისის პერიოდი და ამ პერიოდში გურულების ინტერესი სასამართლოს მიმართ, განსაკუთრებით სამართლიანი სასამართლოს მიმართ. ერთი ალბათ ყველაზე უფრო ღირსშესანიშნავი მომენტი სასამართლოსთან დაკავშირებით ოზურგეთში მოხდა 1873 წელს. ხო ფაქტი შეეხებოდა რას? ლეიპციგის უნივერსიტეტ დამთავრებული სამართლის დოქტორი ვოლდემარ პაფი ჩამოდის რუსეთში, ჯერ იგი ასწავლის ნოვოროსისკის უნივერსიტეტში, ამის შემდეგ გადადის ვლადიკავკაზში, სადაც ძალიან დიდი ინტერესი ჩენს კავკასიის ისტორიის და ეთნოგრაფიის მიმართ და შემდეგ ჩამოდის თბილისში გიმნაზიაში მასწავლებლად, ისტორიის მასწავლებლად და 1873 წელს მას ამწესებენ ოზურგეთში მოსამართლედ. ოზურგეთში ჩამოსვლიდან 3 თვის შემდეგ პაფმა გამოიტანა ოზურგეთის სასამართლოდან ყველა კანონთა კრებული, რომელიც იქ ინახებოდა. ასევე გამოიტანა ვექსილები, რაც იყო, ანუ ეს სასესხო ვალდებულებებთან დაკავშირებით, ასევე გამოიტანა ყველა საქმე, რომელიც სასამართლოში იდო, ანუ დარაჯს გამოატანინა და ამას მთელი ოზურგეთის, მთელ ამ საბუთების გროვას, მთელი ოზურგეთის წინ გაუკიდა ცეცხლი. მთლიანად დაწვა, ისე რომ აკონტროლებდა ამ პროცესს, ამ კოცონს, ასე ვთქვათ, მთლიანად გაანადგურა ეს დოკუმენტაცია. ამაზე ძალიან დიდი აღფრთოვანება გამოიწვია გურულებში. რატო? იმიტომ რომ ეს იყო მოსამართლის პროტესტი. მოსამართლის პროტესტი, რომელიც აცხადებდა, რომ კანონმდებლობა იყო უსამართლო, საქმის წარმოება არ მიმდინარეობდა, არ შეეფერებოდა ადამიანის ღირსებას. დიდი ავტორიტეტი იყო იმ დღეებში პაფი მთელს გურიაში. რა თქმა უნდა, პაფი დააპატიმრა რუსეთის იმპერიის ჟანდარმერიამ დოკუმენტების განადგურების ბრალდებით. ეს საკმაოდ სერიოზული ბრალდებაა, იმიტომ რომ ჩვენ უყურებთ რა მარტო კანონებზე ხომ არ იყო საქმე, იქ იყო სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეები, ოქმები, იყო რაღაც ვალდებულებებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რომელიც პრაქტიკულად ალბათ ძალიან ბევრ პიროვნებას შვებაც მოგვარა და ასე ვთქვათ, შეიძლება პასუხისგებლობასაც გადაურჩა. ოთაშორის ამას მერე გაიმეორებს გურულები 1892 წელს გურულები დაესხმევიან ოზურგეთის სასამართლოს, გამოიტანებენ ისევე ამ დოკუმენტაციას და ისევე გაანადგურებენ. ну, ოდეს ცოტა სხვა ისტორიაა. მოკლედ დაპატიმრებული პაფი სასამართლოზე წარადგინეს, როცა მოსთხოვეს მას ოფიციალურად ამასთან ამ საკითხთან დაკავშირებით ახსნა განმარტება, პაფმა თქვა იგივე რაც ეღამ თქვი, რომ კანონები კანონები და საქმის მიმდინარეობა არ შეეფერებოდა ადამიანის ღირსებას. პაფმა ახსნა, რომ მას ჰქონდა ერთი საქმე, რომელიც შეეხებოდა ხარების ქურდობას, ანუ როგორც ჩანს რაღაც ქობულეთიდან თუ აჭარიდან გადმოსულმა რამდენიმე კაცმა ხარები მოიპარა გურიაში და შემდეგ ამ ხარების პატრონის მხრიდან ადგილი ჰქონდა შურისძიებას, ამ კონკრეტულ ფაქტს ასახელებდა იგი და მთელი მისი თქვა, რომ უნდა გამოვიდოდა ქართულად და უნდა გადათარგმნილიყო ეს ყველაფერი რუსულად, ანუ სამართალწარმოების ენაზე. თვითონ როდესაც ცხადი გახდა ყველასათვის, რომ პაფი საკმაოდ უმზადებული იყო ამ ყველაფრისთვის და ეს ყველაფერი რაღაც გარკვეულწილად პროტესტი იყო და საკმაოდ სერიოზული პროტესტი იყო, სასამართლოს მეორე სხდომა აღარ შედგა, პაფი გამოაცხადეს გიჟად და გადაიყვანეს ქუთაისის ეგრეთ წოდებულ მაშინდელ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ფსიქიკურად დაავადებულებს კურნალობდნენ. თუმცა ახლა ეს რა ტიპის დაწესებულება იქნებოდა იმ პერიოდის რუსეთის იმპერიაში, თავად წარმოიდგინეთ თქვენ და ეს პრაქტიკულად იყო სასჯელზე უფრო მეტი და გადასახლებაზე უფრო მეტი. ამის შემდეგ მე პაფის კვალი ვეღარ მივაგენი, ეს ძალიან საინტერესო პიროვნება. მე შემიძლია გითხრათ, რომ სხვადასხვა წყაროებში მივაგენი, ციტირებენ ამ ადამიანს როგორც რომაული სამართლის საკმაოდ კარგ მცოდნეს, კარგ კვლევარს, კარგ ისტორიკოს, არაერთ ნაშრომში ხვდები, რომ ციტირებდნენ. ასევე იგი არის
სხვათა შორის ოსეთის ეთნოგრაფიის და ისტორიის პირველი მეცნიერული მკვლევარი. როგორც მეცნიერული დონის, ასე ვთქვათ. შესაბამისად ძალიან საინტერესო ადამიანი ჩანდა და ძალიან დამაინტერესა. ახლა თვითონ ამ პროტესტის ფორმამაც დამაინტერესა, რამდენად თქვათ არსებობდა ანალოგები, რომელიმე ქვეყანაში მოიქცა თუ არა მოსამართლე ან რომელიმე იურისტი ისე როგორც მოიქცა პაპი, ანუ პროტესტის ეს ფორმა გამოხატა თუ არა. სანამ პაპი ამას გააკეთებდა, არსებობს რამდენიმე მაგალითი, როდესაც პარიზის კომუნის დროს ჰქონდა ადგილი ამ ფეოდალური კანონმდებლობის რაღაც კანონების დაწვას, დემონსტრაციულად დაწვას პარიზში. ამის შემდეგ აქ ასეთივე პროტესტს ადგილის ჰარისონ ლოიდის მხრიდან ამერიკაში, რომელმაც დაწვა ბუნებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა და ასევე არსებობს მაჰათმა განდის, რომელიც უფლებადამცველი იყო, მაჰათმა განდის მაგალითი, რომელმაც გააკეთა იგივე. თუმცა მოქმედი მოსამართლის მხრიდან ამ დონის პროტესტი და ამ დონის შეწინააღმდეგება არსებულ უსამართლოდ აქ საუბარი მარტო იმაზე კი არა, რომ მოსამართლემ უარი თქვა მართლმსაჯულების განხორციელებას, დაიხურა ქუდი და წავიდა სახლში. და საკუთარ თავს პრობლემა არ შეუქმნა რა. აქ საუბარია იმაზე, რომ ამ ადამიანმა პრაქტიკულად რაღაც პრინციპების გამო გასცირა თავი. სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში რუსეთში მიმდინარეობს სასამართლო რეფორმა, ანუ რუსეთის კანონმდებლობა ამ პერიოდში არ არის ცუდი, შეიძლება დღევანდელი გაგებით ბევრ თანამედროვე ქვეყანასაც ჯობნიდა და არც სასამართლო არაა ცუდი, მაგრამ მიმდინარეობს რეფორმა ალექსანდრე მეორის პერიოდია ეს ნობილი რეფორმატორის და მიმდინარეობს ეს რეფორმები და ალბათ ყველაფერზე ამან ეს აუცილებლად მოახდენდა გავლენას, თუმცა მინდა გითხრათ, რომ პაპის ამ საქციელზე არის ძალიან მცირე ცნობები, ეს ცნობა, რომელიც მე მოვიყვანე რამოდენიმე წყაროს ვეყრდნობი და ერთ-ერთი არის ცნობილი ადვოკატი, ქართველი ადვოკატი სუმბათაშვილის ცნობები, რომელსაც ქართული სამართლის ისტორია, საქართველოს სამართლის განხორციელების ისტორიასთან დაკავშირებით მოყავს ეს ფაქტი. აი სულ ეს იყო ამ საინტერესო ადამიანზე, ამ საინტერესო და პრინციპულ ადამიანზე, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში, ჩამოვიდა გურიაში და იმ პერიოდში ძალიან დიდი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა ამ საქციელის გამო.